საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ილიაობისთვის ემზადება. 2 აგვისტოს წმინდა ილია თესპიტელს, წმინდა ილია მართალსა და წმინდა მოწამე სალომე ქართველს მოიხსენიებთ. ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ანგელოზის დღეა. ამიტომაც საქართველოში ის ყოველთვის დიდი სიხარულით აღინიშნება. ამ დღეს ყველა ცდილობს ერის სულიერი მამისადმი განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატოს. დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვა საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. რთულია სიტყვებით გამოხატო მადლიერება იმ ღვაწლისათვის, რომელიც უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის ერისა და ქვეყნის წინაშე მეუძღვის. საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელის სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ყველას თანაბრად უნაწილებს. როგორც ჩვენში ამბობენ, ბედნიერია ერი, რომელსაც უფალმა ასეთი სულიერი მამა მოუვლინა შემწედ და მფარველად. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით, უდიდესი სიყვარულით, მოკრძალებითა და პატივისცემით ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს ანგელოზის დღეს და დღეგრძელობას ვუსურვებთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის ანგელოზის დღე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარებმა მიულოცეს. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა ლექსები წაუკითხეს. ღონისძიებაზე პატარებმა ბერი ანდრიას ჩანახატებიც წარმოადგინეს. შეხვედრაზე ანსამბლმა ლილეომ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელმა სტუმრები დალოცა და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობელი ვარ, რომ მომწონდით და პირველებმა მომილოცეთ ილიაობა. ამ ორი დღის წინ მე მომილოცა ერთმა ბერმა და ჩამომიტანა აფხაზეთიდან ერთი ქვა ვასილისკოს წყაროდან სისხლიანი ქვა და პატარა ნერგი პალმისა, რომელიც წამოუღია ჩვენი ეზოდან. ნინოშვილის 13 ნომერში იყო ჩვენი სახლი. ასე რომ თქვენი მოლოცვა ეს არის პირველი მერცხლების ტიჟინი, პირველი მერცხლების ხარება. დალოცვილი იყავი და გაიხარეთ. მერსმა დალოცეს გამთლიანოს სრულიად საქართველოს. ვესტუმრეთ პატრიარქს, მას მიულოცეთ მისი ანგელოზის დღე და ძალიან გავხარდა მას და ესე გვითხრა, რომ ჩვენ ვიყავით პირველი მერცხლები, რომლებმაც მიულოცეთ ეს მისი ანგელოზის დღე და ძალიან გაგვიხარდა. ბავშვები ემზადებოდნენ, ელოდებოდნენ ამ დღეს და პატრიარქთან სიახლოვე და პატრიარქის დალოცვა და მასთან ყოფნა ჩემი შვილობილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. პატრიარქი არის ჩვენი ძალიან დიდი იმედი და ამიტომ მთელი გულით მოვედით, მიულოცეთ მას ანგელოზის დღე, მთელი გულით გვინდა რომ პატრიარქი დიდხანს გვიმყოფოს უფალმა და ჯამრთელად. ხოლო დღევანდელი დღე ჩვენ მიულოცეთ ბერი ანდრიას ჩანახატები წაუკითხეს თვითონ ბავშვებმა და ეს იყო ცოტა ესე რაღაც სიმბოლურად თან პატრიარქმა გაიხსენა სოხუმში მისი მოღვაწეობა და იქიდან მას ჩამოუტანეს საჩუქრები და რაღაც სიმბოლურად დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს და ჩვენთვის იყო უბედნიერესი დღე. ჩვენ გვინდა პატივი ბერი ანდრიას ფონდის სახელით, ბერი ანდრიას ფონდის მსმენელობის ქვეშ მყოფი ბავშვების სახელით მიგველოცა მისი უწმინდესობისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ეკლესიის ხარდაჭერას ძალიან გრძნობთ და ეს გვაძლიერებს შეიძლება ითქვას მისი უწმინდესობის თითეული მასთან მოსვლა იქნება ეს თუ მასთან შეხვედრა არის დიდი ნუგეში, დიდი სიყვარულის, დიდი სიმტკიცის, სარწმუნოების გაძლიერების და ასევე ბევრი დადებითი ემოციის გაზიარების საშუალება. დღეს ჩვენი ანსამბლისთვის, ანსამბლი ლილეოსთვის გამორჩეული დღეა, რადგანაც მოგვეცა საშუალება, რომ პირველებმა მიულოცოთ მის უწმინდესობას ანგელოზის დღე.
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეზოში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში პირველი საღვთო ლიტურგია აღესრულა. საზეიმო ღვთისმსახურება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ტაძრის წინამძღვარ დეკანოს ზურაბ მჭედრიშვილსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მღვდელმთავარმა შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ღვაწლზე ისაუბრა. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტაძრის ქტიტორებს გაწეული მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მღვდელმთავარმა ქადაგებისას უდიდესი სითბოთი და სიყვარულით საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს ანგელოზის დღე მიულოცა. ეს ვზეიმობთ იოანე ღვთისმეტყველისა და მახარებლის ტაძრის კურთხევას, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეწარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ეს ღვთისმსულიერი მისი შთაგონებით, მისი ლოცვა კურთხევით იკურთხა, დაიწყო მშენებლობა და მახსოვს პატრიარქმა გითხრა, როდესაც ვეკითხებოდი თუ რომელ წმინდანის სახელზე შეიძლება ვფიქრობდით რომელიმე ქართველი წმინდანი შეგვერჩია ტელევიზია ერთსულოვნების ეზოში, რომელსაც ძალიან ჭირდებოდა ეს სულიერი ძალა გასაძლიერებლად და პატრიარქი დაფიქრდა და თქვა, რომ აიო ჩვენო ყველაზე მეტად რაც გვაკლია ქართველებს, ეს არის სიყვარული. და ის სიყვარულის მახარებელია იოანე ღვთისმეტყველი და იქნებ ვაკურთხოთ მის სახელზე და ავაშენოთ ტაძარი, რომ მოგმადლოს უფალმა სიყვარული. ნამდვილად ის რაც ჩვენ რამაც უნდა გადაგვარჩინოს და რაც გადაგვარჩენს, ეს არის რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ერთსულოვნება. მე მიმაჩნია, რომ მართლაც პატრიარქის ლოცვა კურთხევით აშენებული ეს რაღაც თითქოს ხელთუქმნელი, თითქოს აი ესეციდან დაეშვა და ჩამოვიდა ესე გვიხარია ამ ტაძრის არსებობა და კურთხევა დღეს და მე მინდა ღმერთს მადლობა შევწირო ყველაზე დიდი ლოცვა სათნო ღვთისა არის ლოცვა მადლიერებისა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევწიროთ მადლობა ყველაფრისათვის, რომ ჩვენ დღეს აი ესეთი დიდი სიხარულის დღე გაგვithენდა. ქართველი ერი მე-19 საუკუნეში და მე-20-ის დასაწყისში აღნიშნავდა ილიაობას როგორც უგვირგვინო მეფის და მისი მამის ილია მართლის ანგელოზის დღეს და ქართველი ერი უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და მე-21 საუკუნეში აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი სულიერი მამისა და წინამძღოლის ანგელოზის დღეს წმინდა ილია თესბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღეს, რომელიც ჩვენთვის ეროვნული დღესასწაულია თითოეული ჩვენთაგანისათვის და კიდევ ერთხელ მაქვს პატივი აი ამ ამბიონიდან მიულოცო მის უწმინდესობას და უსურვო მრავალჟამიერი სიცოცხლე ჩვენი ერის ერთსულოვნებისა და გამთლიანებისათვის. ამინ. საღვთო ლიტურგიას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკლესიის გახსნა შეკრებილებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მიულოცეს. ეს ნამდვილად დიდი მოვლენა არის ყოველი ახალი ტაძრის ამოქმედება, მისი კურთხევა, შექმნა იმ მაცხოვნებელი ადგილისა, რომელიც დედამიწას აერთიანებს ზეცასთან და ადამიანისათვის არის ფანჯარა ზეცაში. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მიულოცო მეუფე პეტრეს, ხელმძღვანელს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიისა მთელს კოლექტივს, მიულოცო მომავალ მრევლს ამ ტაძრისა, ამ არემარეში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ბუნებრივად იქნებიან ამ ტაძრის მრევლი და იქნებიან ლოცველები ამ ტაძარში ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ჩვენს კალახს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერა შეემატა, სადაც ჩვენი თანამოქალაქენი მოვლენ და ილოცებენ ესეთი კერები გჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი ერი სულიერად კიდევ უფრო მეტად წმინდა იყოს, კიდევ უფრო მეტი ილოცოს და კიდევ უკეთესი ღვთისწყალობა ქონდეს. ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები. როგორც შეკრებილები ამბობდნენ, ეკლესიის მშენებლობას განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ, რადგან ყოველი მსგავსი მოვლენა დიდ ნუგეშსა და სიხარულს უკავშირდება.
განსაკუთრებული და სასიხარულო შეგრძნება, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში უყურებ შენს თვალწინ როგორ შენდება ტაძარი, როგორ შვენდება, როგორ უდუნებით მუშაობენ იქ თითოეული ადამიანი და შედეგი მივიღეთ. დღეს სასიხარულო, სანუგეშო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტაძარი კიდევ ერთხელ გავგამთლიანებს და აქ აღვლენილი ლოცვები იქნება ჩვენი სულებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის საკეთილდღეოდ. ძალიან დიდი ხანი ველოდით ჩვენ ამ ტაძრის გახსნას, ჩვენს თვალწინ შენდებოდა და თითქმის ვაკვირდებოდით დიდი სიხარულით და ეს დღე გამორჩეულია ყველა თანამშრომლისთვის, იმიტომ რომ ეს ტაძარი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ერთსულოვნებისთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, სრულიად საქართველოსთვის გამთლიანების, ერთსულოვნების და სიყვარულის სიმბოლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის 8 წელი მისი უწმიდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრესი. ყველას ულოცავ ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ანგელოზის დღე მის უწმიდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. ბრწყინვალეს დღე არის, მე მინდა მიულოცო საქართველოს ახალი ტაძრის გახსნა თბილისში, მიულოცო და ტელევიზია ერთსულოვნებას მის ყოველ თანამშრომელს და უპირველესად უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის მეუფე პეტრეს, რომელიც არის უშუალო ხელმძღვანელი და ქტიტორი ამ ტაძრისა, რომელიც ესეთი ულამაზესი გახლავთ, ესე რომ დღევანდელი დღე არის სულიერი და სულიერი სიძლიერისა და ყველაზე მთავარი სიმბოლო, რომელიც არის აპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება, ერთსულოვნების სიმბოლო, ესე რომ მინდა მიულოცო ყველას და უსურვო ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი კიდევ ერთხელ ჩვენი სულიერი ერთობისა და გაერთიანებისა სრულიად საქართველოს. სულიერი განწმენდის გარდა ეს არის შემაჯამებელი, შემკრები ყველა თაობის და მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ეს ეროვნულ ასპექტში გადის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით წარსულიდან, რომ მართლმადიდებლობა ჩვენთვის არის ეროვნულ სარწმუნოებრივი და ამ ნიშნით დღევანდელ დღეს გახსნილი ტაძარი ძალიან ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია და ულოცავ მრევლს ამ დიდებული ტაძრის გახსნას. თვალყურსვადენ მივდით მშენებლობას, როდის დამთავრდებოდა და ძალიან გამიხარდა, რომ დამთავრდა. გუშინ მოვედი და გავიგე, რომ დღეს იხსნებოდა და სიხარულით წამოვედი. ეკლესიის აღმშენებლობითი პროცესი რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ტელევიზიის დირექტორის ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ძალისხმევით დაიწყო. 2011 წლის 30 დეკემბერს გაიჭრა ფუნდამენტი, 2012 წლის თებერვალში კი საძირკველი იკურთხა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აშენებულიყო. ეკლესია გოჩა ძნელაძის, იოსებ ჩხაიძის, თამაზ ადამიანს, დიმიტრი ჯალაღონიასა და ბეჟან წაქაძის ქტიტორობით აიგო. ტაძრის არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძია, მშენებლობას საველი მარსაგიშვილი და ზურაბ ლაბაძე ხელმძღვანელობდნენ. მოგივიდა აზრი და მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით გადავწყვეტეთ, რომ ამ ადგილზე საპატრიარქოს ტელევიზიაში აგვეშენებინა ეს ლამაზი ეკლესია. გვინდოდა, რომ ძალიან ლამაზი ყოფილიყო და ყველა დეტალი, ყველა ქვის არჩევაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომ გვინდოდა ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი გამოსულიყო და დიდება უფალს, რომ ეს ჩვენი ფიქრები ნამდვილად განხორციელდა და დღეს ხედავთ, რომ შესანიშნავი ლამაზი ტაძარი დგას ამ ადგილზე. ადგილი იყო საკმაოდ ისეთი პატარა და საკმაოდ რთული შესაძლებელი იყო ტაძარი, თან სამრეკლოსთან ერთად, ჯვარგუბათოვანი ტაძარია, ტუფით მოპირკეთ და გამშენება არ არის დასრულებული, იმიტომ რომ მომავალში ფიქრობ, კარების თავზე ტიმპანებში ჩადგეს მოზაიკები, სათანადოდ იოანე ღვთისმეტყველისა, ვედრება და უფრო შეიმკვება ტაძარი და უფრო კარგად წარმოჩნდება. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს გაიჭრა საძირკველი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მშენებლობისათვის და 12 წლის უკვე თებერვალში დაიწყო ამის მშენებლობა. შენობა ადგილი აკურთხა უწმინდესისა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და თვითონ სახელიც იოანე ღვთისმეტყველის
სახელზე მან შეარჩია. ბედნიერი ვართ მე, ასევე ტელევიზია ერთდროინების ყველა თანამშრომელი, რომ ასეთი საჩუქარი ავაშენეთ და ვაჩუქეთ თბილისს და დედა ეკლესიას. ჯვარგუმბათოვანი სტილის 4-აფსიდიანი ეკლესია გამშვენდა წმინდანთა ხატებით. იატაკი კი მოპირკეთდა მოზაიკით, რომელიც იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში არსებული ესკიზის მიხედვით შეიქმნა და სიმბოლურად იესო ქრისტეს ხუთ ჭრილობას განესახიერებს. მოზაიკა ფირმა კამარაში დამზადდა. ასევე გაკეთდა ძველი ქართული ორნამენტებით შემკული ცაცხვის კანკელი, რომლის ავტორიც აკაკი ბაქრაძეა. დაიდგა წმინდა ტრაპეზი. სამრეკლოსა და ტაძრის სამივე კარის ჭედურობის მხატვარ დიზაინერი ლადო ბოცვაძე. კარების ესკიზები შექმნილია ჩემს მიერ. კარები შესრულია შავ ლითონში, მოჭედილი ასევე შავი ლითონით და დაფერილია ფერადი ლითონის ეფექტით. ესკიზები შეთანხმდა მეუფესთან. თვითონ ორნამენტები აღებულია, ზოგი ორნამენტი ჩემს მიერ არის მოფიქრებული, ბოლნური ჯვარია გამოყენებული, გამშვენებული ჯვარი, ცოტა სტილიზირებული ჯვარიც არის, აგერ სამრეკლოზე ჩემს მიერ არის ეს ესკიზი შექმნილი. ძირითადად ორნამენტი აღებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ქვის ორნამენტები. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში 2 და 3 აგვისტოს წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა. ინიციატივის წარდგინებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისტრაფიშვილი ესწრებოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს თბილისის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პირველი მარკირებული სალაშქრო ბილიკია, რომელიც მამკოდასა და საგურამოს აკავშირებს. ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყობა. მარკირებული ბილიკი სოფელ მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი. დღეს თბილისის ეროვნულ პარკში შვეიცარიის საელჩოსთან ერთად მოეწყო ბილიკი, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი, სადაც მოეწყო საპიკი ადგილები, საკარვე ადგილები, საინფორმაციო დაფები. აღნიშნული ბილიკი მოემსახურება ვიზიტორებს როგორც ერთდღიანი ტურისტული სერვისის მომსახურებაში, ასევე ბავშვებს ეკოსაგამართლო ნიშნით. ჩვენ გვქნით ყველა პირობას, რომ ტურიზმის სფერო განვითარდეს საქართველოში. ლაშქრობის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს თქვენს ქვეყანას. დღეს ჩვენ თბილისის ეროვნულ პარკში გავხსენით ახალი მარკირებული ბილიკი, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებაში ლაშქრობის განვითარებას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოს მასშტაბით კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. ალექსანდრე ჯეჯალავას ინიციატივით თვეში ერთხელ უნივერსიტეტებში გაიმართება შეხვედრა, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება მოსაზრებების შეჯერებითა და ერთობლივი შეთანხმებით მოხდება. დღეს ჩვენ შევხვდით კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების რექტორებს. მე ვაპირებ, რომ დაახლოებით თვეში ერთხელ შევხვდე ამ შემადგენლობას. დღეს დაიბადა ძალიან კარგი აზრი, რომ ეს მოხდეს უნივერსიტეტებში, ანუ ყოველი შემდეგი შეკრება იქნება ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ეს თვითონ რექტორებსაც საშუალებას მისცემს, რომ ერთმანეთი გაიცნონ, დაახლოვდნენ და გაეცნონ, ასე ვთქვათ, პრობლემატიკას. მინისტრი შეეხო ძალიან გამოკვეთილად სტრატეგიულ მიმართულებებს, რაც არის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების შემდგომი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელოვნად გაძლიერებას ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. იყო ასევე ხაზგასმული რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული გამოკვეთილი სტრატეგია ეს იყო უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრირებული სწავლება, რაც შეგვიძლია ადგილზე ზუგდიდის უნივერსიტეტის სახლით დავადასტუროთ კიდეც. რაც მომეწონა ამ ფორმატის შეხვედრის იყო ის, რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა წარმოაჩინოთ ჩვენი თავი ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ და შესაძლებლობა გვიქმნის ეს, რომ უფრო მეტი პროექტი დავგეგმოთ ერთობლივად. არის პრიორიტეტები, რომლებიც ყველა უნივერსიტეტს აწუხებს, თუმცა გვაქვს გარკვეული სპეციფიკაციები, თავისებურებები თითოეულ უნივერსიტეტს და ამის ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაციის უნდა დადებითად აესახება ზოგად სისტემის მუშაობაზე.